მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენ ყველაზე სახალისო გადაცემას რუსთავი 2-ზე გააცინე და მოიგე. მაშასე ვინც წინა გადაცემებს უყურებთ ტურნირს, ვიხდით რომ ძალიან მაგარი ტურნირი ჩავატარეთ, 5000 ლარის გათამაშს და ახლა დაუბრუნდეთ 1000 ლარიან საპრიზო ფონდს და შევუდგეთ თამაშს. ჩვენი ჟიური ნიკოლო ზარაბიძე და ეკა აბშილავა გყავთ. შემოგძანდით ჩემი კინო პარტნიორი. როგორ ახარ გოგო? დანახვა არ მინდა შენი რა შვი ვიცი მაგრამ გირო ხელზე არ მაგოც. არა, მე მხოლოდ მანდილოსებს გქონი. როგორ ახარ? ჩემო ოქრო. არა ჩვეულებრივი. დაისვენე ფილმის მერე. შენ? რა ვიცი, ხო გვეთყობა რომ ცოტა ფილმი ნახეთ? 5 ნახუთ შეყვარება. კი. ნახეთ, ნახეთ. როგორი აპლოდისმენტებით გაგვაგონე? ეუნებოდი მაგარი ფილმი გამოგიწევ, ძალიან მაგარი. ხა მითხარით როგორ ახარ? ნუ ვცდილობთ რომ კარგად ვიყო, ცოტა სიცხე მაწუხებს. სიცხე ყველას გვაწუხებს. ცოტა სიცხე მაწუხებს, მაგრამ იმედია რომ დღეს კარგი იუმორით შევგრილდებით. შევგრილდებით? თითოეული ჩვენთაგანი. ძალიან კარგი, მეც იმედი ბეკა. განწყობა? არა ჩვეულებრივი. ფულის გაცემის თუ მოჟმოტვის? გაცემისთვის ვარ მზად. ვაი შემოგევლე, დაიკავეთ თქვენი ადგილები, მე ჩემადღე არა, ნუ თქვენ კეთილი ხალხი ყოფილიყავ. მონაწილეებს ეხება და დღეს გაცემის დღე გვაქვს, ეგამესე აღნიშნა. ეს არის გაცემის დღე, ნახოთ, ვინ დაიმსახურებს გაცემას, ვინ არა. შევუდგეთ თამაშს. მაშასე, ჩვენი პირველი მონაწილე ზურა ბადალიშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა. ბადა ლაშვილი ყოფილა და ეს უჩები, რამდენჯერ თავისი არ ყვა და ეს მაპატიეთ ბატონო ზურა, აი ესე მემართება ხოლმე. როგორ ბრძანდებით ჯერ ეგ მითხარ? არა გუშავს. რაღაცა განწყობაზე ნერვიულობთ? სულ რა, რატო? დღეს გაცემის დღეა ესე. ძალიან კარგი. გაცემის დღე ასე მარი ნერვიულობთ. აბა შეკითხები რა აქვს ჟიურის? მოგესალმებით როლექსში სასიამოვნო ვარ გვესტუმრეთ. თქვენ ანკეტას გადავხედეთ. საქმიანობა წვრთნელი ბრძანდებით. დიახ. და ჭიდაობა. ვაი დედა. ამას უნდა გაუცილოთ. სუდათარი ეკასაკო. ოჩეთმანი ჩემი მინიმუმ. საყვარელ ცხოველში რა უწერია? ო, სერიოზულია. პატარა ბავშვი. უკაცრავად რაჯიშის ბავშვები გიყვართ. სეტერი. რატო ალბათ იმიტომ შედა 4-ზე რო დადიან თავიდან. ხოიც ბავშველი. ორბეზე გაი. აი მაგის აღნიშვნა დამავიწყდა. ო, ყველაფერს ხوار ჩაწეთ ახლა, მაგრამ მე მივხვდი. კარგით, რა ვიცი, მე წარმატება მინდა გისურვოთ, თუ კი ეკასაც არაფერი აქვს დასამატებელი, მაშინ გიორგი იტყვის რომ დავიწყოთ თამაშიო. ერთ ფარდას აღწე რა ბატონო. კი ბატონო, კი ბატონო, აბა. თავრობის კანცელერიასთან საპროტესტო აქციაზე მიწევს ხოლმე მის რო ხშირად და ერთ-ერთი აქციის დროს შევიპარე რა მთავრობის ხდომაზე, გავერე მინისტრებში და შევერდი რა. ჩართო? 3-2-1. დავინახე თავისუფალი ადგილი და მოვკალათია მინისტრების გვერდით. და ისე მომიხდა რომ პირდაპირ პრემიერი მიყურებდა. ვინ ბრძანდებით თქვენ? ვინ აყუფარაძემ ხოდა გირეკათ მეთქი, მე ფინანსთა სამინისტროდან გახლა ვარ თქვენ. გაცდენები უნდა აღვიძხო მეთქი თავრობის წევრების. მე მარცხენა ვიცე-პრემიერს გადახედა მარცხე ვინც უზის ხოლმე რომ ვინ არის ყუფარაძე ხო ვერ მეტყვია. არ ვიცი, შეიძლება მეათ ნარჩენი არისო, ნაცებისა. ესეც შემოგზავნილი იქნება იმის გამო. მოვკარი ყური და უთხარი რომ ბოდიში მეთქი გამშიფრეთ მეთქი მე თუ შემოგზავნილი ვარ თაწმინდა აქვერის მეთქი ავალ და ფუნიკულერიდან დავგორდები მეთქი. მერე რაზე გაგეთ ცინათ რა, გაგეღიმათ. ცინათ საინტერესო სასჯელი დაადო თავის საგანიანმა. ფუნიკულერიდან დავგორდები. კარგი იყო, ფაქტია რომ გაგეცინათ. ნუ შეძლებს დაგვარად. შეძლებს დაგვარად. გაგეღიმცინათ, აი ესე დავარქმევ ახლა ქართულ სიტყვას მოვიფიქრებ და თქვენ ფაქტია რომ 50 ლარი მოიგეთ და აპლოდისმენტები. მაგრამ რჩევა მინდა, მოგცეთ 40 წამი იყო გასული 1 და ისტორია რო დაამთავრეთ გაჩერდით. აღარ გაჩერდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ესე აღარ გაეცინოთ. ხო მართალი ვარ? მართალი. ეგზომ. ვაგზელებთ თამაშს. კი ვაგზელებ. 3, 2 და 1. იქვე თავდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მინისტრი გამოესარჩლა პრემიერს. ყავს ეგეთი ჯანმრთელობის მინისტრი. რაღაც
კამერები გამორთეთ. არ იცოდით რომ ჩართული იყო? არა, მაგრამ ამას რა აცინებს? ჯანმრთელობის მინისტრი. რა გიდა კაცო? ჯანმრთელობის მინისტრი. არის ჯანმრთელობის მინისტრიც არის. შეიძლება ვერ მოგაბრუნოთ აქ. აპენდიციტის მინისტრიც 1000 ყველა მინისტრს თუ ასე იციან, ამან მინისტრები ყავს ოხარ ძალიან სხვადასხვა რა ვიცი გაციება რავი 1000 რა ფაქტია რომ 100 ლარი თქვენია აპლოდისმენტები არგია შევიკავოთ ახლა მეგობრებო ცოტა ღიმილი ჩემს კი რატო იყურები ერთი გამაგები მეც მაგას უყურებდი შენ რატო გიყურე გონიერ შენ გიყურებ არამც და არამც ორივე ყავხართ ფოკუსში არა ორივეს გეხებათ ჩემი აქედან სიტყვები ვაგზელებთ ბატონო ზურა დიახ შვენი რათაც ვაგზელებთ 3 2 და 1 ჯანდაცვის მინისტრმა რაღაც შემატყო და შენ ხო არ აქ ცხელაო ზაფხულია და ცხელა მეთქი ყველა ცხელა მეთქი რა არა სხვა გაგებით გითხარი ისე როგორ ახარო და ფინთად ვერა ვარ მეთქი რაღაცა რატო კაცო ახალგაზრდა კაცი ჩანხარო ვერ მიმიხო და ეშმაკობას ახალგაზრდა კაცი ჩანხარო რა გიჭირსო აი რო ვჯდები ფეხები მეკეცება მეთქი ზღამღამობით როგორ ყძინავსო და თავის საწადელს რო ვერ მიახსენე საწადელი პასუხი მიიღო ძილი ხوار გაკლიაო და არა მშვენი რა ძინავს მე დილი 12-ის ნახევარზე დგებით 13-ის ნახევარზე გავდივარ მე ჩაეცინა დრედებში ეკას. აბშილავა გაგსომ გარი. გაგვეცინა ხო? კარგია. გაგვეცინა, კი. კი. ისევ შენ გიყურ. რა ვქნა, სულ შენ გიყურ. მიმეჩვია ეს თვალები შენსმურებასე მაგამაკე. კაი, ცოტა ხო უნდა ვიცინოთ. კარგია, გავიცინოთ ზაფხულია. გაცოცხლება თუ ფულის გაცემა გინდათ უნდა გაიცინოთ. ამას სობაში თქვენ 200 ლარი მოიგეთ აპლოდისმენტები. არ არის პატარა ამბავი. არ არის პატარა ამბავი. 200 ლარად ცივლი მონაწიყიდი 111 წელს. ალბათ პასი არ ვიცი რამდენი. ვაგზელებთ თუ ვაგზელებთ 400 ლარი წინ და ვაგზელებთ ამას. აბა 3 2 1 ეხლა სწორი გარკვეულა სოსო ჯაჭულიანს რა უნდა და იმ თავრობის ხდომაზე. ბიჭო, ეხლა მე შენ ამათ ვერ გავუგევ და მე ჟარგონულ ენაზე აგიხსნიო. შენ პიპკიდან ცოტა სხვა რაპარებო. ხოდა. როგორ მიხვდი მეთქი თვალში რენტგენები ხო არ გიყენია მეთქი, რენტგენი ხო არ გიყენია თვალში. პროსტატის ადენომა მჭირს მეთქი, მარტო ხანდახან მეპარება მეთქი რა. ხოდა ახლა ყიფიანი აი კაჩრა. აი ფოფარი აიშალა, კისერი წამოსია. შენ არ გაინტერესებსო 100 კილომეტრსაო რამდენ წამში აკაჩაო. ესე იგი რომ დაგიფრინოთ აქედან რამდენ წამში გაკაჩაო. თქვენ ერთის დაიფრინეთ მეთქი 100 კილომეტრი 10 წამში გააკაჩინეთ მეთქი და ეხლა ეხვეწები ჩამოდი 12 კითხვაზე პასუხი გასაცემი. საწყალი მეთქი ისე გამწარებული გარბოდა. ძლივას მოვატრიალე მეთქი შესვენებაზე. დიდგორი თებისკენ გარბოდა მეთქი და ეს სხვა რო შეხედრო და ამ ადამიანს ალბათ სხვა პარლამენტარი და სხვა დიალოგი გამართულიყო ალბათ გაგიცინებოდათ სამწუხარო დროც ამასობაში ამოიწურა რჩევადარიგებას მოისმენდა ადამიანი თქვენგან რჩევადარიგება უბრალოდ მე მესმის რომ ერთი წუთი ძალიან ცოტაა და მე ვთვლი რომ წინა წუთების განმავლობაში უფრო მეტი რაღაც იყო სასაცილო ვიდრე მე 4 წუთის განმავლობაში და მე ვისურვებდი რომ ცოტა უფრო ტემპში ყოფილიყო ალბათ ბევრი რამის თქმას მოასწრებდა. კი, მოასწრებდა ადამიანი. ეკა რამის ხომ არ დაამატებ? არა, უბრალოდ თანხა რომ მაღლა იწევს ხოლმე მაქსიმალურად ცდილობ. სახე ესე კონდეს. გასაგებია, ნუ ეგეც ახლა წესებია ესე. ნიკა ისე მიბღვერს ხოლმე. რა უნდა ნიკასთან? მაგინდა მეც ნიკა არაფერშია, უბრალოდ არ გაგეცინა. ხდება. არ გამეცინა. ბატონო ზურა, დიდი მადლობა რომ მოგზანდით. არა უშავს. შეგიძლიათ მომავალში კიდე გვესწრებთ. კამერების კომპლექსი მოვიცემ. კარგია, კარგია. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. მოვედი, ვნახე, ვერ გავიმარჯვე. შემდეგში მოვალ ალბათ ნახავ და გავიმარჯვე. უაღრესად საინტერესო და საყვარელი გადაცემა. დავიცი. ვერაფერიც ვერ წაიღო პირველმა მონაწილე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს არაფერს. ვნახოთ მეორე რას. არაფერს არ ნიშნავს. შემდეგი მონაწილე ჩიტო ქიმერიძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით. დასიამოვნო რომ გვესტუმრეთ.
თქვენ ანკეტას გადავხედოთ 23 წლის ბრძანდებით. საქმიანობა დამას საქმეთ და გაგაცინებთო. ჰობი გაქვს ძალიან კარგი, მე რომ მიყვარს თევზაობა. და საყვარელი ცხოველი ყავს ძალიან საინტერესო. დათვი. როდი შეგიყვარდა დათვი? სადმოაწარი შეყვარება. დათვი. ბავშვობაში ერთი რაღაც მოხდა, დღეში ვიყავი და იქ შემოხდა რა, ძალიან შემეშინა, და ის ვერ შევიყვარდა. შიში შეიქს სიყვარულს. ჩემში ესე. სულ ასნადი ხელგადახული. მის მე ისე მეტაფლი არ მომკლებია სახში. სულ მიგზავნის. კარგით, მე მინდა წარმატებები გისურვოთ, შეგვიძლია დავიწყოთ. დიმადლობა, ერთ შესავალს გავაკეთებთ. კი ბატონო, შესავალს. ჩვენთან ჩემს მეზობელ სოფელში მოხდა ჩხუბი რა. შევესწარი ჩემს შესწრებულ ამბებს მოგიყვებით რა. მოხდა ჩხუბი. მეორე დღეს რა, რომ საქმის გასაკობად რომ მივიდნენ, ვერაფერი ვერ გაარკვიეს რა. ამიტომ ჩამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომელსაც საქმე უნდა გაერჩია, მაღალი, დაროვი, წვერებიანი, რაღაც სიმპათიური კაცი რა. დაიწყე ახლა. იმანაც ვერაფერი ვერ გაარკვია რა მოხდა ახლა ამ ჩხუბში და ამ დროს შემოდის 80 წლის მეიცა პაპა ჯოხტეს. და მე აგესნიშვილო რაც მოხდაო რა. ეს ორი დღეა ვისაც ჩხუბი მოვიდა. ამ ჩემალას, შეჩემალა უთხრაო. შეხედა. ვეღარ გაიგე შეჩემალაო. გაიცინა ნიკოლოს. ეგ არის ეგ არა. ნიკამელია. იმდენი იძახა, ნაღდი თბილისელი მე ვარო. ცხენი და ვახტანგ გორგასალმა ცხენი დაუთმო. ჩამოვიდა ცხენიდან ახლა. ოღონდ ხმალს ვერ მოგცემ. წინაპრების დატოვებულიაო. ჩემთან სამსახურში ერთი ბრიგადირი მყავდა რა. და აი ძალიან გადარჩი, მაგრამ გადარჩი. რა მოხდა? კარგი იყო. ნიკოლოს ძალიან სასაცილოდ ეცვლებოდა სახე. არა, ის პირველი ისტორია ვიცოდი რა. ჩხუბის ამის. საიდან ის ეგ ისტორია? ეგ ნამდვილი ისტორია, ოღონდ ნამდვილად მოხდა. რა ვიცი, ყველა თავისუფალ გამრალებს და სად მოხდა, ხო ვერ გავიგე, მაგრამ ოჩოპად ვიცოდი. ძალიან ნერვიულობ, ამიტომ შევწყვეტ თამაში. ერთი წუთი რა, ამიტომ დაწნარდი 50 ლარი გაქვს, აპლოდისმენტები. ოჯახური გარემოა, ვერთობით აი ესე. აი ხა დაწნარდი, კარგად მიდიხარ, უბრალოდ ცოტა მობილიზება გჭირდება. მე არ გეუბნები რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო თამაში. შენი გადასაწყვეტია. ჩახედე ხუმრობებს. ხუმრობები კი მაქვს, მაგრამ იქნება ასლარზეც გაგეცე. არა, ნერვიულობ, მოდი შევწყვეტ რა. შეწყვეტ? აუცილებლად. ამ ადამიანის გადასაწყვეტია. აპლოდისმენტები. სამაგიეროდ მე რომ მოყავ ეს კომპლექსი აღარ გექნება. აი მოსეთი და გამოვიდეს ერთი თარიღი ისი გამოვიდეს. აი ეს. ცოტა დამასწრებელი იყიდეთ და გელონდებით კი. შეიძლება კარგად ზანდებოდი. აპლოდისმენტები ავსვით. მადლობა. კაი გადაცემა მართლა გააცინე და მოიგე ძალიან მომწონს. მოვედი. აი ერთი ხუმრობა ვიხუმრე და ცოტა ნერვიული პირველად ვიდექ სცენაზე და ავიღე 50 ლარა წამოვედი. უსურებ ყველას რომ მოვიდენ და ცადონ მაი თავის ბედი და აიღონ ფული. გააცინე და მოიგო. არა, ვეთანხმები ამ ადამიანს. თითქოს დაადვილია ნიკოლოს. დაგვაქცია. აიღო საერთო მთლიან. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ვიქტორ კობალაძე, აპლოდისმენტები. სალამი ბატონო ვიქტორ, სალამი. ამერგებოდ მოგესალმებით ხულას. მოგესალმებით. გაიხარეთ. ადარა პეცინი კაცი ვარ და აგერი მოვედი ყალბე ქოჩაზე ვცხოვრობ. თქვენ გაიხარეთ. ახლა მოგახსენებით ჩემო ბანუნებო. მე ორი ცოლი მყავდა 70 წლებში. ბოლო საწავიო სპორი, რომ როგორ მორიგდნენ ორი ცოლი. ერთად ყავდათ ორი? ერთად ყავდა სახში მაგას. ცალსაკე მომო ერთი 1000 წელი. ცალსაკე რა, ის ხო არა. ხო, ახლა წავიდა საქმე რომ უნდა მაბანა უგასო ხოლმე გაბაზე ბოდი. კენი ყარეს. წეზე ისა ქართველი ზეგოს ქვეშა რუსისა. ამბავს ხო? ეხა ხო დრო ხო არ ჩავრთოთან? დრო ხო არ ჩავრთოთან? უერთოდ როგორ? ჩავრთო. მაგალითად. ბატონო ვიქტორ. ერთი წუთით რა მინდა რო გითხრათ? აბდუშაჰილის არ იყოს მის სალმება არ მქონდა დამთავრებულია. რო დაგვემდგვრით პირდაპირ ისტორიით. რაღაცა ჩვენს გაგესაუბრებოდით.
ჯერ მივესალმოთ ერთმანეთს ხო შეიძლება? ხო თქვი მოგერმეია ვიწყე რა გონია ვეღარ ვიწყე თუ რა აი ბატონო თუ არ გინდათ გაგიმარჯოთ რო გითხრათ არა თქვი კაცო როგორ არ თქვით მე გავიგე თქვენ რო თქვით მეც ხომ უნდა გითხრათ კი გამარჯო გენათ გაიცინე რა გაიცინე რა ვიძო მომეწონო გაიცინო საბა მოგეთ ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებთ თამაშს დავიწყოთ თავი გაცი აღარ სამი 2 და 1 ჩემ თავა გადახება გეტყვით ჩემ მეუღლემა ჩამოეყვანა თავისი დედა უნდა წაეყვანა ტროლეიბუსი ეკიპტანა ამ დროს ტროლეიბუსი იბგზავრეს ჩამოვიდა რობოზე და კუძღლებისა წინ გადაუხსნენ ორივენი და ჩემს სიდრესა დაარტყა მანქანა და მე ბარდიული გატეხეს ო გაიჭირე რა არის გაიჭირე ბარდიული გატეხეს სიდედრი არა გაიჭირე სიდედრი არა ბარდიული გატეხეს თორდა გვერდზე ეწკინა არის ამასობაში ის ისტორია ეკას გაეცინა კი და ბოდი შეგარო დაიწყეთ ის ისტორია დამთავრდა ორი ცოლო ყავდათ და ის алмართქმეინე და გაიჭირე ვიცინო რა ჩვენი რა მიდის არა ვიცინო და კაგერაცვალე ეკას გაეცინა 50 ლარი თქვენია აპლოდისმენტები ორი ცოლი ყავდა ერთი აგეცი ვაგზელებთ ამას ხო ჩარტი სამი ახლა ვაგაცი ჩარტი ახლა 60 წლებში მე ყავდა ორი ცოლი ხო და ერთი რუსი ერთი ქართველი ეხლა მაბარებე ვანაში და ფიქრობ რა გავაკეთე და კეჯი ყარეს წეიცა შეხვდა ქართველსა წეიცა შეხვდა რუსსა გაიჭირეთ ეხლა ხო და ამასობაში მე ახლა 4 ოთახი მქონდა მაშინა ერთი ოთახი იმას მივესწრე მეორე ოთახი იმას მივესწრე ხო ხანდიღანა რომელიმე ბარაჟები შევდიოდი ნიკოლოზ არაბიძეს გაეცინა ძალიან მაგრა გაყო 4 ოთახი მქონდა ახლა ერთი ოთახებას მივეცი მეორე იმას მივეცი ნიკოლოზ გაეცინა 100 ლარი თქვენია აპლოდისმენტები არა რა რიცი ესეთი ადამიანი ხა იშვიათობა არის ორი ცოლი ყავდა ერთად ყავდა კაცო სახში ერთად ყოლება თათა ყოლება რა ვაგეკადრა ბატონო ვიგაკადრათ მაგ ეს გაგერაცვალე ასნაურო ეხა საშუალება 3-4 ყურა ყავდეს მამე დავა აღარ შევწყვიტავ თამაში გულიდან მეყალა აგერა ი ბატონო გაიღო სეიფი და გამოვიდეს 100 ლარი აპლოდისმენტები ოი 70 წელი რა დაკლიდა ახლა აპლოდისმენტები გავაცი საინტერესო კი ბატონო არ გაგზავნებოდეთ მოგება ბევრი მიჯდა მაგრამ რაც მომწეს მე მაყოფილი ვარ ამის შედეგად რომ მე მეხება კიდე მოვალ მე მაყოფილი ვარ ყველანაირად გავაგზავნოთ რა იცი წინა გველოდება შემდეგი მონაწილე თორნიკე ყურელი აპლოდისმენტები სალამი თორნიკე სალამი გამარჯობა თორნიკე მოგესალმებით თორნიკე ძალება 14 წლის რა ვიცი დავიწყოთ შემიძლია მე მგონი დავიწყოთ ეკა თუ არ დაამატებს არაფერს იყოს ეკა თუ არ დაამატებს 10 ხინკა წესები ვიცი დამასწრო წესები ვიცი მაშინ მოემზადე წარმატებები 3 2 ორი დებით თამაშობდნენ პატარაობაში და ერთმა და მისი დაიტრა მეორე ეხა საშვილიშვილევალებში ეს ხალი მოთამაშეები სხვადასხვა ქვეყნებში ინგლისში ესპანეთში საქართველოში იმპროვიზაციული წითელგუნა ნუ წითელგუნა რაღაც კენკრასკებს და გელი მოგინა და გელო შენ ცოცხალი ხარ რა მომკლავდა ამ გელმა გადაყლაპა წითელგუდას და ბებოც და უცბეთ შემოვარდი საი რა დახვარია არა ნიკოლოზ გაიღიმა ეს ერთი მე არ მესმის აქ არაფერი წითელგუდა გავიგე და გელი რა ჩქარა ლაპარაკობს გორელი ხარ შენ თუ გურული პირველი ორი ხუმრობა ვერ გავიგე, მაგრამ რა მომკლავდა გევიგე სამაგერა. რა მომკლავდა მეც გევი. ცოტა ნელა, 50 ლარი შენი აპლოდისმენტები. კარგია. ვაგზელებთ. კი.
აი შენ. მგელმა გადაყლაპა ციტელ გუდაც და ბებიაც და უცბად საიდანში მოვარდნენ ტყის მჭრელები და რომ მისცეს დანამუცელში არ იქვის საკისრო გაუკეთეს და ბებო და ციტელ გუდაც გადარჩა. სუხო და ფեղძიმე ხალი მარკეტში. აი, what ჩემი დედას პიცავა რა მოხდა? ჩემი დედას პიცავა, ქალბატონო, ამ ხარ გვარჯილაზე იჯექი თუ რა არის ჩემი დედას? თეონა კონცერტზე ერთ-ერთ კონცერტზე. პო პამ 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 პო და უცბად ნინო კათამაში შემოვარდება და ებარაბურე გორშის ეს სიტყვა მოვიდა რომ ვარიას დიშაკი და საწყალმა 3 დღე ყავყავა და მეოთხე დღეს ძის ხივებისგან განიქმნა. ტაქსი შობეს ჩაუჯდება შიშველი ქალა. წავალეთ ახლა. ხოდა რას მეყურებ და არა მან კი არ იყურებ უბრალოდ მაინტერესებს ადგილზე რომ გიყვან ფულსარიდან ამოიღებო. არი ვფიქრო თუ ამ ანეკდოტზე გამეცინა. იცოდი რა თქმა უნდა. მაგრამ ხო გაგეღიმა? კი. 100 ლარი შენია აპლოდისმენტები. მაგრამ 50 წამს მიუკაკუნეთ. ეს ისე ცნობისათვის. კაკკუკ. კაკკუკ. ვაგზელებთ ამას? კი. ვაგზელებთ. მოემზადოთ? არ გზოგავ. ზამთრის ყინვას ჩემალებმა ვეღარ გაუძო დილით რომ მივედი გაფიჩქოლი და ხდა დილ მე წარი დავიწერ და პამიატიკიც დაუდგით. კახალ შედის თბილისის ერთ-ერთ დისკო კლუბში და ერთი ვილის კოქტეილი მინდა რა ბევრი ყინულითო. ჩემი მეზობელი გათხოვდა და ქმარს პირო ყავღამის უწევდა. მაცად მიყურებ შეგატახსირებულო შუბში მიყურეო. დედის წინ მორბენალი კვიცი გაუფლიანდებაო. ჩემი მეზობელი სოლი ისეთი მახიჯია რო უყურებ სამჯერ ვაფრთხებ. ზვიგენ მათხარად ხარა. არ მესმის მე თორე თქვენ კი არა. გარაზე გაგეცი. ეს სხვაგან არის. არა ის გავიგე დედის წინ მორბენალი კვიცი გაუფლიანდებაო. მაცინებს. მე მართ ნახევარი არ მესმის, მაგრამ კიდე კაი რომ მე არ ვწყვეთ აქ არაფერს, იმიტომ რომ არ მესმის. თავად თქვენ ხო გესმით? დიახ. თქვენ გესმით. 200 ლარი შენია. აი ესე, აპლოდისმენტები. ენდე ეგრე. ეხლა შეკითხვა, ვაგზელებ? ვაგზელებ? მაინცადე. ეკა შენც მაინცადე. ჩემუშცაი უყურეთ. აგრძელებ, ნამდვილად აგრძელებ? კი. ჩემი მეზობელი ისეთი მახინჯია ქმარი ქმარი პირველ ღამეს წარ გადაფერებულს კოცინდა. ზვიგენ მათხარად ხარა, ცისმარი გამოთხარო. შენ გაცოლე. 86 წლის ქალმა ქმარი მზერით მოკლა. ძერს კი ძროხა. ჩემი ახლობელი ისეთი მახინჯია რო უყურებ სამჯერ ვაფრთხებ. ვარც ისე დავსუნე ეკალში მეჭო. ქართულს მასწავლებელი და მოსწავლე. ის მაინც ხარ ბიჭო, ტარია წყლის პირას რო ყურას ეკეთებდა. რა მასას ნაკე ალბათ ფეხებს იბანდაო. ლომი, რა გაცო ერთი ლომი ვარ ამ ზობალში. იმ დღეს მომიყვანეს ლეოპარდ დედალმალომა იეჭვენა, რომ მომცა დანამუსელში და სტაცებს გამოუძახე მე ნაკერები და მაგა წამლებით ვარ კაცი მოსული. კაცპის დუქნის სლოგანი. არავშთა მოთობორე. ბიჭიკაშვილო ხუჭუჭა ხან მეგრე და ხან სვაი მაგრამ გივის რომ მაჭარებ არა ყოქვეყნად ბადა შენ გენოზო თქვენ გივის ხარ 20-ების თავის ახალი ბაწარი ეგარ ხო ერთი წუთიც კი გაკვირვებული არა მალე გავედიო მაგრამ გავიდა ერთი წუთი კარგად მიდიოდა ეს ადამიანი თქვენ როგორც გიყურებთ მე მართლა მაპატიებ არ მესმოდა რაღაცები მესმოდა რაში იყო პრობლემა მეგობრებო? მე მგონი რაში იყო, იცი? იმდენად სწრაფად ლაპარაკობდი, რომ სანამ იმ ხუმრობას გავიაზრებ და რაღაცებზე მეცნებოდა და სანამ იმაზე გავიცნებდი, უკვე სხვა რაღაცას უსმენდი. მართლა. აქ გეტყვი რა უკიდურესობა იყო. ადამიანმა იცოდა რომ ერთ წუთში უნდა ჩაედიოს და ზედ მეტად სწრაფად მიაყარა ყველაფერი. რა ვიცი, მე წარმატებები მინდა გისურვებოდო გელოდებით კიდევ უფრო მომზადებულს. ასევე. დიდი მადლობა მომზადებისათვის. ჩემი აზრით რავი, კარგავ ითამაშე და შემდეგში საუცილებლად ვხვდი მოსვლას და მინდა რუსთავი უსურო წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ გადაცემის შემქმნელებს და უფრო ბევრი და ბევრი ასეთი გადაცემები რუსთავიში და კომედი კლუბს. ახლა გინახოთ ვინ არის შემდეგი მონაწილე. ჯანო გაბრიჭიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ანკეტა გაქვთ, გადავხედე.
და განსაკუთრებით მომეწონა ეს გრაფა საქმიანობა. დროებით უმუშავარი 1984 წლიდან. და ჰობია ძალიან კარგი და საინტერესო დაუახლოებელი ქალის დაახლოება. საინტერესო ჰობია ძალიან. ნო, კი ბატონო. კერძიც შესანიშნავი აქვს დაუახლებელი ქალის გაკეთებული. არიცი. დაუახლოებელი. რა გინდა? ხო. რა ვიცი, მე წარმატება მინდა გისურვოთ, ძალიან საინტერესო ანკეტები, იმედია ხუმრობებით საინტერესო იქნება და წარმატებულად დავამთავრებთ. ნახოთ, ბატონო ჯანი, წესები ვიცით. კი. შეგვიძლია დავიწყოთ. შეიძლება დავიწყოთ. ასე საქმე წინ ვერ წავა. ჩხუბი, დავით, ჯინაობით 50000 ზაღარკმარა გერაოში. ამოცანა გვეკითხება, რა თქმა უნდა, იუმორში. რამდენ დეპუტატს დავიჭერთ? 840 მილიონი. ავამთავრებ არა განას. ისე 50 ვარი თქვენია. არა, ისე დავამთავრებ არა. 50 ვარი თქვენია. ხო, დავამთავრებ. ისე დავამთავრებ? ხო, ისე დავამთავრებ. კი ბატონო. ეს ცხოვრება კიდე არის, ზოგი ადის, ზოგი ჩადის. გამახსენდა ეს ლექსი და ტუჩს ღიმილი მოერია. ნეტა ღამე რა ფრაძინავს ჩიტორას და ბოგერიას. ავთავრებ. აი ეს. გადავდივართ შემდეგ წუთზე. ო, ასე 100 ვარი, 50 ვარი გვაქვს. ვაგზელებთ თამაშს? ე, ცოტა ისული. წინა სიტყვაობა, ხო? ნიკოლოს წინა სიტყვაობა. ახლა ამოჩდა ასპარეზზე ივანიშვილი და ყველას გუხდა საფიქრალი გასო. ზოგი ფიქრობს, კაია, ზოგი ფიქრობს, ერა თლად კარგი, ასე და მე გადავწყვიტე რომ ამომეხსნე ერთ ეს კაცი. ვინ არის, რა უნდა, ხო და ვიფიქრე, ბევრი, მაგრამ რამდენი ვიფიქრე ივანიშვილზე, იმდენი გამახსენდა მაიაკოვსკი. ვეთქვი, რა საერთო აქვს, თამგე საერთო და მე გამახსენდა პასპორტი, ლექსი. ერთს მიცეს და მეორეს წაართვეს. ეს არის ალბათ საერთო და ყავლექსოთ აბახლეს ამბავი. ჩავრთოთ. თუ ვლადიმირა მაიაკოვსკი პასპორტით ხელში დარბოდა ვნახეთ, ამოვიღებ და აღივსეთ შურით საბჭოთა ქვეყნის ვარ მოქალაქე. ივანიშვილის იურისტებო საკითხი რავა ვერ მოაგვარეთ. რა იქნებოდა ამ კაცს ასე თქვა, საქართველოსი ვარ მოქალაქე. გავაგზავნოთ. ჩაიხედეთ, ნახევარი წუთია ჯერ კიდევ. ცოტა სწრაფად. აჰა. საქართველოს ვარ მოქალაქე. ფერიჯო. ეთო გითხავ. ამასობაში გადავრჩით. აჰა. ეკას გაუგებრობაზე საწუღებელი რომ დაგთამაშებდა ცხვირპილზე ეს. გადავრჩით, იმიტომ რომ აი ამ გაუგებრობაზე გადავრჩით. ტაშზე, რომელიც ერთკაციანი ტაში იყო. ჯობია მე ვიმოძრაობ. ძალიან საყვარელი ტაში იყო. თქვენ 100 ლარი მოიგეთ, აპლოდისმენტები. ეხლა ყველა მე ჯობია მე ვისმოთ. ჩახედეთ? კი, გამახსენდა. ანუ ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა. წინა სიტყვაობა კი, წინა სიტყვაობა უნდა, იმიტომ რომ ახლა პრეზიდენტად ირჩეს მარგველაშვილი და რა თქმა უნდა ახლა ქვეყანაში სრამია საფიქრალი პრეზიდენტი ფიქრობს, წართმეული ტერიტორია, აგეთ ჯარის ამბავი, ყველაფერი მაგას აქვს საფიქრალი, მე რა მაქვს საფიქრალი, ხო და რო დაუგვირდი, ხო, ეს კაცი ბევრს ფიქრობს, მაგრამ ეჭვი შემეპარა იმაზე არ ფიქრობს, რაზეც უნდა იფიქროს. და ბოლოს ეს ლექსიც გავლექსი ასე იმის ამბავი მეც. ჩავრთოთ. ივანიშვილზე ბევრს ფიქრობ, მაგრამ აგისას კაცი რამეს გეივებს. კალამი რაზე მაჩუქანე და ხელს არაფერზე არ მოძერიებს. მე უფლებები წამართვეს, მაგრამ ადილობელი ვარ ძალიან მაინც. ეს პრემიები კონსტიტუციით, ეს პრემიები არ ამიგრძალის. წევი და საკ. ეს კონსტიტუცია აი არა. მე ერთ პრემიას მაინც ევიღებ, სანამდე პირში მე მიდგას სული, სანამ მთლიანად არ გააუქმეს ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვაი, თვალი ვარ გონი. სანამ სულ არ გააუქმეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასე იყო. გავაგზავნოთ.
7 წამია დარჩენილი. არის მე ივანიშვილს იფიქრა ახლა და ამას პასუხი უნდა გავცე ვიფიქრ ამას ყველაფერს და აფიქრდა სანამ ბიძინამ ბატონმა მიპასუხა ამას ომაში 1 წულით ამოიწურ რა. ძალიან ცითმინე, მაგრამ იცი რა, სამწუხაროა რომ 1 წუთი ამოიწურა, მაგრამ ალბათ თქვენ თვითონ ვხვდებით რომ რაღაცეებში ძალიან დრო უაზროდ დავკარგეთ. დიდი მადლობა რომ მომძანით. აპლოდისმენტებით გავაცნობთ. შაბაშდერო რა კარგი არა თქმა უნდა. ყველანაირი შესაძლებლობაა მიჭი გამოვაჩინო, თუ რამე შეგიძლია, მაგრამ ალბათ როგორც შეიძლება ასაკი მე პირველი მონაწილეობა ცოტა ხელავდი და კარგულ მომენტებში რაღაცები ამავიწყდა. ეს ძალიან კარგია რომ ასე თამაში არსებობს. გახო შემდეგი მონაწილე რასიზმს რამდენს წაიღებს და ასე შემდეგ. შემდეგი მონაწილე კატია ლორდ კიპანიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა კატია. გამარჯობა. როგორ განწყობაზე ხარ? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. არა. ძალიან კარგი. კეთილი ლორდ კიპანიძე, როგორი აბა ჰობი აქვს ძალიან კარგი. პოეზია უყვარს, პოეტობა უყვარს, ცეკვა, სწავლა, იუმორი. 12 წლის ასაკში. საყვარელი ცხოველი, კურდღლის ბაჭები და ძაღლის ლეკვები. კარგი, ძალიან კარგია და სასიამოვნოა რომ 12 წლის ასაკში გადაწყვიტა ჩვენთან მოსულიყავი. თავისუფლად შეგიძლია იგრძნო თავი და გისმენთ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ნახოთ, ეკა ხომ არ დაამატებდა. წესები ხომ ვიცით? დიახ. წარმატებებს გისურვებ. 3, 2 და იქვე 1. ლალე, თქვენ კი გენაცვალეთ, იუმორით სტუმრობა ხომ. რა გახსნა? ყველანაირ დასაწყისს ველოდებოდი, ასეც არა. ლალე, ამას არ ველოდებოდი. კარგია, ყველას ერთად გაგვეცინა. 50 ლარი შენია, აპლოდისმენტები. ლალე. გრძელდება ალბათ, სიმდივლი დავალე არ გითქვამს და იმიტომ. ვაგრძელებთ. დიახ. 3, 2, 1. ლალე, თქვენ კი გენაცვალეთ, ივანიშვილი დაგიჭერთ კუც გაგაძრობთ ხვალე, უგულავას ციხეში მიუჭდებით მალე. ლალე, მერე გენაცვალეთ, ბუზები და ფულები ერთადად თვალეთ. იკისხედით თუ სჯობია რაღა გინდათ გარეთ, მადა ერთნაირი გაქვთ და ბლომაცვით დაჭამეთ. ლალე, ლალე, ყველანი დაიხოცები დივლი და ლალე. ყველა მოკვდები დივლი და ლალე. ვალე მაგალა გაგსპიტავ დილი და ლალე. ეს არის ხალხი მიმდინარეობა იუმორში. ეს გადაკუჭდა. ლალე, ხვალ ივანიშვილი დაგიჭერთ თქვენ კი გენაცვალა. ვა. რა გიხარდა? აი, ეს რა ახალია რაღაც. ის რომ ციხეში რო გაგიხარდა. ვა დაგვიჭერებო და ვა. კარგი. 100 ლარი შენია, დამავიწყდა აპლოდისმენტები. კარგია. ვაგრძელებ. დიახ. შეხედავ რა საყვარელი და კეთილი ბავშვია და რა თავში რა ტრიალებს უყურე. 3, 2, 1. ლალე, თქვენ კი გენაცვალეთ. თუ არ გაიკრიჭებით რომ გავიდე მალე, ჩემი დედას ფიცავა არ გავატრაკებ ხვალე. თუ ფინალში არ მიმიღებთ მოგიხდებათ სემა და დამთავრდება თქვენი გადაცემა. გაიხადეთ კოსტუმები, ბევრი უნდა გაცინოთ. ფული გადმოგვილაგოთ, სავსე ჯიბით გვაცილოთ. ვარდოსანი ძისიაში იუმორისტი ბევრია. რად დაგიკარგავთ ფერია, მათი გაძღომა ძნელია? ვაი თუ ყავთ მელია, ხარბი კუდა გრძელია. ვაი თუ ყავთ ნარმანია, ყოყოჩინა მამალია. ვაი თუ ყავთ ბიძინა, თავი გამოიჩინა. ფულის ნაცვლად დაჭამეთ რუსი ბატის ვიჩინა. დაისჯებით ბიჭებო, გულში თუ ჩაიცინა. ახლა არ მოსწონთ. სულიდან რა ესე გამოვიდე უკარო. ყველას ერთად გვეცინება. კარგია. 200 ლარი შენია, აპლოდისმენტები. იცი რა მაინტერესებს? ჩემო საყვარელო, შენ დაწერე ეს? მე ვწერ ლექსებს 3 წელია და ეს ლექსებიც ჩემი დაწერილია და ჩემი საკუთარი. მაგრამ იდეები გამწარებული ბაბუასია. კიდე ნაწმიდა. შენით მოიფიქრე ეს ყველაფერი. შენით წერ ამ ყველაფერს. აპლოდისმენტები. მე რა ცოტა მწარე იუმორია და
გაწირა ყველა, მაგრამ დაწერა ადამიანი. ლე. ვაგრძელებ თამაშს. დიახ. ჯერ დარჩა 60 რამდენიმე ადამიანი. 3 დავალაგოთ საყე, ეკა გთხოვ. 3 2 და იქვე 1. ახლა არ მაწყენინოთ, ბედი არ მაწყევლინოთ. აქ მასული ვინ არის? წინა ღამით მძინარი. ჰოდა იყავ მღიმარი, მუდამ სახელმცინარი. თორე მუშტის ალერსი მოგიხდება თვალებში. ნიკუშ დაგავიწყდება გულაობა ქალებში. გაიცინე ჭირიმე, გასაგებად ყვირიმე, გადმოყარე ფულები, გაგვიხარე გულები. რა წუწკი ხარ გიორგი, შენად შეგვსა თვირზე? გაუფრთხილდით სეიფს, გაკერია პირზე. თუი, რა სუნია, სეიფში ფულია? მიტუა ნიკუშა გიწუხავს გულია. შენი გაცინება ძალიან თულია? ცუდია, ხელის ჭუჭყია. ნიკუშა ბუტია, ჟიურში კუნტია. უხდება სტუდია, გგონია ძუნწია. სეიფის მკეტავიც, ეს არის ნეტავი, მთავრობის ფულების ღიმილით მკნეტავი. გოგო უყურის ბიძ, გაგიხმეს ტყუპი კაკალი, დაგაწყებინოს კანკალი, რომ არ ხარ ჩემი მორჩილი, შენ არ გეღრისოს. რა გაგიხმესო? ჟანრები იცვლება, აი, რა გაგიხმესო? ისტიცას დაგმეც მომაყოლეს ამ ამბავში, მე ფულს არ გავწებ რა გავაკეთო თორე არ. ნიკოლოზ, გაგეღიმა შენ ამჯერად ერთად არა, მხოლოდ შენ, ჩვენ აკრევით. 400 ლარი შენია, აპლოდისმენტები. წინ 1000 ლარია. ევ, კარგად დაფიქრდი, იმიტომ რომ ბოლო წამები იყო. კარგად დაფიქრდი, კარგი თამაში იყო. გავაგრძელებ. ეგრევე დაფიქრებული იყო და ეგრევეც აგრძელებს. აბა, დარჩა მოსაკლავი ვიღაც. 3 სახეები, 2 1. გამოხვედით ციხიდან, კარგად დაჟღერებულ ხართ, ეხლა ვიღას დაკრულზე, ისევ აცეკვებულ ხართ, ბიუჯეტი შეჭამეთ, გირაოში ჩადევით, რითხა უნდა ირბინოთ, ხანქვევით და ხანზევით, დაჭყეტილი თვალები კარგად დაგიხუჭიათ, გაჭემული თროფსავდით, რად გიყრიათ კუნტია, ტოტლოპინა თავებზე ქუდით დაგიხურიათ, გაღიპული მუცლები კარგად დაგისულიათ, დააჭირეთ ტრაკები, ციხე ისევ გწყურიათ, უფულოდაც ცხოვრება, იცით საამურია, დაგარიგებთ ჭკუაზე, ნუ იქნებით უარზე, თანხა გავყოთ შუაზე, აწი აღარ ირბინოთ სხვების განაკუარზე. სიცილი თუ ჩაიფსით, ვითომ წყალი დაისხით, ფიქრობ ვერ დამიწუნებთ იუმორის ხარისხით. მერე შედით ბუტკაში, ფულს ჩაგიდებთ კურტკაში, კარგად იანგარიშეთ, არ მოტყუდეთ ხურტაში. გაიხადეთ კოსტუმები, ბევრი უნდა გაცინოთ, ფული გადმოგვილაგოთ, ყურადღებით მომისნეთ, გაგაცნებთ ბევრსაო, მაყოფილები რომ დაჭრით, აქ მეცა და თქვენსაო. გაიკრიჭე ნიკუშ, გამისწორე ძმაყუჩ, გამოაღებ მაკუც, გადმომიყრი მაკუც. მოდი კაი მაზიანი, ლიმონათი გაზიანი, ზვიგენ თუ ხარ შანსიანი, დავაი 1000-იანი, თუ ვერ გაცრობს ენდური კარდი. კარგად თამაშობდი, ძალიან. მაგრამ გადავწყვიტეთ თამაში. მე ალბათ მივხვდი რაში იყო საქმე. იყო ის, რომ ისევ და ისევ პოლიტიკა და ისევ და ისევ რაღაცა. ჩემი აზრით, მე პირველ რიგში ძალიან კარგი გოგო ხარ, ნიჭიერი ხარ და მე კიდევ ვისურვებდი რომ მოსულიყავი ჩვენთან. უბრალოდ მე ვიტყვი რომ ამ 5 წუთის განმავლობაში პირველ წუთზე, მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ ეს თამაშის ალბათ პრინციპი მოგეხსენებათ კარგად რომ მე ცოტა ჭირს და ან პირველ წუთზე რომ რაღაცას შეიძლება გაიცინო ან გაიღიმო, იმას მე 5 წუთზე ისე ვერ გაიღიმებ იგივე დონის ხუმრობაზე რა. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ზრდადი და რაღაც უნდა იყოს დალაგებული ისე რომ უნდა ვითარდებოდეს რაღაც და უფრო სასაცილო უნდა იყოს ბოლოსკენ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით უბრალოდ რაზეც გაგვეცინა დაუშვათ პირველ წუთზე მეორეზე, იგივე იყო მეხუთეზეც. ანუ ავყევით და მაგიტო ალბათ. პირველი იყო ჩემი აზრით უნდა იყოს ცოტა რომ დავიხოცეთ და არ ვეუბნით. დიახ. მეორე წუთი გავაანალიზეთ რომ დავიხოცეთ და გაგვეცინა მესამე მე წუთს. პირადად ძალიან გული დამწყდა და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ. აპლოდისმენტებს იმსახურებ და მჯერა რომ კიდე გვესტუმრე. დიდი ვადრობა. მოგბრძანდით მუდამ ღია, რუსთავი ორის კარები, გააცინეთ და მოიგეთ, გამოახვილეთ თვალები, ფულით წასული ბევრი და უფულო ცოტა მინახავს, მეც ვარ პატარა პოეტი, ნიცინმე თუ დამინახავს. ძალიან კარგი ბავშვი, ძალიან, მაგრამ ჭირდება უბრალოდ რაღაცეებზე, ხო, ამ დროს მართლა აი ვამბობ ალალად რომ ჩემთვის მაგალითად გულდასაწყვეტია რომ ამ ადამიანმა არ აიღო 400 ლარი და არ წავიდა ისე. არა უშ ჩემები რო ხართ ვიტო გეუბნებით. შინაურები, სულ. დიახ, შინაურები. კიდე გვესტუმრება ეს ბავშვი გული მიგზნობს მე. მეგობარნო, ჩემნო, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა.
ну რა ვიცი, ყველა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა გადაუხადო, ვინც დღეს მობძანდა, მადლობა ჩვენს მაყურებელს, მადლობა ტელემაყურებელს. ყველას ჩემი აზრით დღესაც როგორც ყოველთვის ვიყავით ობიექტურები. აბსოლუტურად ობიექტურები. თუმცა ბევრ რაღაცას დამწყდა გული, magalitat აი იმ ბავშვზე 12 წლის ბავშვზე სახელი ხატია. ძალიან დამწყდა რომ არ წაიღო თანხა და კიდევ მინდა გამოვყვე ერთი ადამიანი ბატონი ვალერი, ხო? რომელმაც ვიქტორი, ხო? 100 ლარი რომ წაიღო, ორი ცოლი ყავდა 70-იან წლებში და 100 ლარი წაიღო, იმიტომ რომ გული დაეღალა ცოტა და იყოს ეს 70-იანები. ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი რომ დღევანდელი საღამო მაინც ძალიან კარგი იყო. მე ყველას კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები და კარგად წამდებოდეთ, გაიხარეთ. ეკარას დაამატე. ეკა დაამატებს 2 კაბაბი. 2 კაბაბი. მე დავამატებ იმას, რომ მადლობა თქვენ რომ იყავით ობიექტურები, მადლობა თქვენ რომ იყავით ესეთი კარგი მაყურებლები. დავამატებ იმას, რომ ერთი კვირით დაგემშვიდობებით, საპრიზო ფონდი 1000 ლარია. ძალიან მარტივია 5 წუთში მოიგო 1000 ლარი. უბრალოდ უნდა ეცადო. ერთ კვირაში აქ ეცადეთ. ნახვამდის.